არსებობს თუ არა FIFA-ს ქავერის წყევლა. 2006 წელი ვეინ რუნი და FIFA 06-ის ქავერი. რასაც მოსდევს ფორმის პიკში მყოფი რუნის ტრამვა და ჩავარდნილი მსოფლიო. 2010 წლის FIFA-ს ქავერს არსენალის სუპერ ტალანტი თეო უოლკოტი ამშვენებს, შედეგად კი ის ისეთ ცუდ სეზონს ატარებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადს მიღმა რჩება. ბრაზილიელი ჯადოქარი კაკაკი, რომელიც FIFA 11-ის გარეკანზე აღმოჩნდა, იმავე სეზონში იმტრევა და ლა ლიგაში სულ აღარ 11-ჯერ გამოდის მინდორს. მომდევნო სეზონი FIFA 12 და ჯეკ ვილშერი. აბა გამოიცანით რა მოხდა. ვილშერი უმძიმეს ტრამვას იღებს და სეზონს პრაქტიკულად ტოვებს. იგივე მოსდის FIFA 17-ის გარეკანზე აღმოჩენილ მარკო როისაც. თვით კრიშტიანოც კი, რომელიც FIFA 19-ის გარეკანს ამშვენებს, სექსუალურ სკანდალს შეიხვევა. შედეგად საფეხბურთო სიმულატორის ავტორები ქავერს ცვლიან და კრიშტიანოს მაგივრად კევინ დე ბრუინის, იბალას და ნეიმარს იყენებენ. და სამივე მათგანი ძალიან ცუდ სეზონს ატარებს. და ბოლოს ედენ აზარი FIFA 20 და კილიან მბაპე FIFA 21. უზარმაზარ თანხად მადრიდში გადასული ედენ აზარი ისეთ ცუდ სეზონს ატარებს, რომ პრაქტიკულად მისი კარიერის დასასრული იწყება. მბაპე კი 2021 წლის სეზონს ნახევარზე ლაზარეთში ატარებს, რასაც მოსდევს ძალიან წარუმატებელი ევრო და შვეიცარიის ნაკრებთან გაფუჭებული 11 მეტრიანი. ნუ თუ მართლა არსებობს FIFA-ს ქავერის წყევლა. არსებობს თუ არა FIFA-ს ქავერის წყევლა. 2006 წელი ვეინ რუნი და FIFA 06-ის ქავერი. რასაც მოსდევს ფორმის პიკში მყოფი რუნის ტრამვა და ჩავარდნილი მსოფლიო. 2010 წლის FIFA-ს ქავერს არსენალის სუპერ ტალანტი თეო უოლკოტი ამშვენებს, შედეგად კი ის ისეთ ცუდ სეზონს ატარებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადს მიღმა რჩება. ბრაზილიელი ჯადოქარი კაკაკი, რომელიც FIFA 11-ის გარეკანზე აღმოჩნდა, იმავე სეზონში იმტრევა და ლა ლიგაში სულ აღარ 11-ჯერ გამოდის მინდორს. მომდევნო სეზონი FIFA 12 და ჯეკ ვილშერი. აბა გამოიცანით რა მოხდა. ვილშერი უმძიმეს ტრამვას იღებს და სეზონს პრაქტიკულად ტოვებს. იგივე მოსდის FIFA 17-ის გარეკანზე აღმოჩენილ მარკო როისაც. თვით კრიშტიანოც კი, რომელიც FIFA 19-ის გარეკანს ამშვენებს, სექსუალურ სკანდალს შეიხვევა. შედეგად საფეხბურთო სიმულატორის ავტორები ქავერს ცვლიან და კრიშტიანოს მაგივრად კევინ დე ბრუინის, იბალას და ნეიმარს იყენებენ. და სამივე მათგანი ძალიან ცუდ სეზონს ატარებს. და ბოლოს ედენ აზარი FIFA 20 და კილიან მბაპე FIFA 21. უზარმაზარ თანხად მადრიდში გადასული ედენ აზარი ისეთ ცუდ სეზონს ატარებს, რომ პრაქტიკულად მისი კარიერის დასასრული იწყება. მბაპე კი 2021 წლის სეზონს ნახევარზე ლაზარეთში ატარებს.